მაყურებელს დავარწმუნო, რომ ეხლა მე მომცეთ კამერა და მიკროფონი წავალ და ნებისმიერ ასეთ კომენტარს შევაგროვ, რაც მე მჭირდება და როგორც მაწყობს რომ შევფუთო ეს ყველაფერი. ფაქტი ესენი ისეთივე პოლიტოლოგები არიან როგორც დუგინი, ბატონო დავით. მოდით რა, ფაქტი სახელზეა რომ მთელი აფრის განმავლობაში თქვენ გაგიშთეთ შეკითხვა რომ რატომ დაგვბრალდა რომ თქვა კახა თარგამაძე ის დაფინანსებელო. მაშინ შეგიძლიათ ამ ეთერში მაინც დაგვისახელოთ ვინ არიან ის ადამიანები, რის გამოც გაჩნდა ეს კითხვა და შემდეგ უცებ გაჩნდა ეს კადრები. ამიტომ ეჭვის საფუძველს ეს დაუდევდა. არ ფიქრობთ ბატონო დავით რომ თქვა შესაძლოა ეს კახა თარგამაძე ყოფილიყო ვისაც თქვა სურს დაფინანსებათ ამ მოვისმენთ მსგავსი კომენტარები. მეგობრებო გაგხსენებთ გაჩეჩილაძის გამოსვლას მიტინგზე. რატომ არასახელებს ოპოზიცია ამ ადამიანების ან ადამიანის მაშინ ვინაობას ვინ შესაძლოა რომ დააფინანსოს იმიტომ არის საუბარი რომ გამჭვირვალე და საჯარო იქნება თქვენი მხრიდან ეს ჯერ ერთი თითეული ჩვენთაგანი ვზრუნავთ იმისთვის მეც ლევან გაჩეჩილაძეც და თითეული ლიდერი რომ რაც შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის რომ მოვიზიდოთ თანხები, ოღონდ ეს თანხები რა თქმა უნდა ემსახურებოდეს ქართულ ინტერესებს და არ უნდა ემსახურებოდეს როგორც სააკაშვილი თავის დროზე ართმევდა ტარიელონიას კრიმინალურ ინტერესებს და ართმევდა ჯორჯ სოროს რომელიც იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე და არ შეიძლებოდა კანონით იყო ეს აკრძალული. მინდა გითხრათ რომ ყველა თანხა რომელიც მოზიდულა არის სწორედ საქართველოს მოქალაქეებისგან და არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის არც რუსული ოლიგარქიული ფული და არც რუსეთის სპეცსამსახურების ფული. კახა თარგამაძესთან საერთოდ არ ყოფილა და დაფინანსებაზე იყო სწორედ ამ კუთხით ლაპარაკი, რომ ჩვენს ქონდა ეს კითხვები, ქონდა ეს ინფორმაციები, რომ ეს არის მკაცრად აკრძალული, მართლაც როგორც პირი ისე შეკრა ყველა რუსეთში მოღვაწე ან რუსეთთან დაკავშირებულმა მეწარმემ და ერთი კაპიკი არ გაუღია მთელი ამ ხნის განმავლობაში და სწორედ ამას უკავშირდებოდა. თქვა იქ მოღვაწე ბიზნესმენები რით არის ეს განპირობებული და არსებობს თუ არა მკაცრი ინსტრუქტაჟი. მე მინდა გითხრათ რომ ეს არის უმაღლეს დონეზე გაცემული ინსტრუქტაჟი და ეს იყო ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან საინტერესო ფაქტი, როგორ რა ვითარებაში რატომ მოხდა და მე ამ ყველაფერზე მივიღე ეს ინფორმაცია და სწორედ იქ დამიდასტურდა რომ დღეს ყველაზე მეტად მისაღები თავისი იმპერიული გეგმების განსახორციელებლად არის სააკაშვილის შენარჩუნება, რომ ალასანია მართლაც და ესეთი ტიპის გაწონასწორებული ნორმალური ლიდერი არის ძალიან სახიფათო პუტინისთვის და რუსეთისთვის, იმიტომ რომ მათ გაუჭირდებათ თავისი ზრახვების და გეგმების განხორციელება. რა შეეხება დაფინანსებას ალასანიას მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას ამ შეხვედრაზე თქვენ გქონდათ საუბარი ბატონო დავით, იმიტომ რომ ის საჯარო კომენტარი არ ყოფილა ჯერმდე ის არ იმყოფება საქართველოს. როცა ჩამოვა მას კითხეთ კომენტარი ხა მე სვის უბრალოდ გამახსენდა რომ დღეს მე მოვიყვანე მაგალითი როგორც ალტერნატივა კრემლიდან დანახული სააკაშვილი, რომელიც დღეს არის საუკეთესო ვარიანტი მათთვის, რომელიც არის თარგამაძე საიდან აქვს ეს ინფორმაცია ბატონო დავით, თქვენ საუბრობთ კრემლიდან დანახული, ანუ თარგამაძე საიდან იცის თუ ის მხოლოდ ბიზნესია მოსკოვში, თარგამაძეს კრემლის ხო საქართველოში მიმდინარე უამრავი ნაცნობი ჯერ კიდევ მისი მინისტრობის პერიოდიდან თარგამაძე არ იყო საქართველოში როცა მოღვაწეობდა დაკავებული რაღაც მუსიკის წერით, ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი 7 წლის განმავლობაში, მას ჰქონდა ბევრი კონტაქტი იგივე რუსეთის მაშინ თავის კოლეგებთან, რუშაილოსთან, სტეპაშინთან და ასე შემდეგ. და სწორედ ამის გამო ამბობენ ხოლმე რომ შემდეგ ის რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობს. კარგი, აი ესეც არის ცილის წამება. ნინო, რომელსაც იმიტომ რომ თუ ესეთი კონტაქტები აქვს, მაშინ და მაშინ ეს არის სპეცსამსახურის წარმომადგენელი. აქედან გააკეთა განცხადება რომ ეს საკმარისია იმისთვის, რომ რა სპეცსამსახურის წარმომადგენელი. სპეცსამსახურებთან მუშაობს. ნინო, როდესაც თქვენ აქტიურად ამბობთ რომ აი ოპოზიციამ უნდა რაღაც წარმოადგინოს დოკუმენტები დადოს, თქვენ რატო არ გზნობთ ამ პასუხისგებლობას, როდესაც ასეთ რამეებს უკეთებთ ტირაჟირებას. მე სპეციალურად წამოვიღე უტიაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ კახა თარგამაძეზე არანაირი საქმე აღძრული არ არის და არც ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი ფაქტები არ გქონია. აღარ არის მისი ოფიციალური ინტერვიუ გაზეთში. მაშინ როდესაც ღედაღამე მთელი ამ დღეების განმავლობაში არის საუბარი, რომ კახა თარგამაძე არის ნარკობიზნესის წარმომადგენელი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ის არის ინტერპოლის მიერ ძებნილი, როგორ შეიძლება აი ამ სიცრუეზე კონდეთ დაწყობილი მოხდეს? ამაზე ოფიციალური ის იყო, მე მგონი რომ ის არის. რა თქმა ტირაჟირება თქვენი არხით, პირველი არხით დღეს საზოგადოებრივი არხით დღესაც იმეორებდა რომ არის ინტერპოლის მიერ ძებნილი. ამ ქვეყანაში როდემდე უნდა გაგზავნოს და მე გპირდები რომ ამას წერტილი დაესმევა, როგორც კი ეს რეჟიმი დასრულდება. ოღონდ დაესმევა არა იმით, რომ თქვენ მე ახალი ხელისუფლება კონტროლს გაგიწევთ. არა, დაესმევა იმით, რომ იქნება სასამართლო, რომელშიც პასუხისმგებელი ვიქნებით ჩვენც და ჟურნალისტებიც იმაზე, როდესაც ერთმანეთს ცილს დავწამებთ და ერთმანეთს ისეთ რამეს დავაბრალებთ, ისეთ ტალახს ვესწრით, რომლის არგუმენტაცია არ გაგვაჩნია. დღეს ძალიან იოლად არის ხელისუფლებიდან იღებთ დაკვეთას, მე ამის ტირაჟირებას ახდენთ და ადამიანებს ხელისუფლების განცხადებები იყო ბატონო დაკვეთა რა შუაშია, როდესაც თვითონ ხელისუფლება საუბრობდა ამაზე და მე უბრალოდ რადგან ამ წუთას აქ ხელისუფლება არის, მათი არგუმენტები გისვამთ, თქვენი კომენტატორები მიმეორებენ ამას. მივიღო მათ ბრალდებებზე ბატონო დავით